გამარჯობათ მესონები ტელემაყურებელს. კი, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ჩვენ გადაცემას და ისევ იმ საკითხზე ვილაპარაკებთ, რაც წინა გადაცემაში ვილაპარაკეთ, გავაგრძელებთ აი ამ თემას. პატრონი, ჩვენ სიმინდით დავამთავრეთ, ასე რომ ვთქვათ. და გავაგრძელებთ სიმინდით. თქვენ ლაშამ დაგირეკათ ჩვენმა მეგობარმა წილიდან და ლაშა გეთიაშვილი მოგიბადნ და გითხრათ რომ 3 წლის შემდეგ ეს ხორბელგეთი აჯობა და ითქვათ წინა თქვათ შედეგს ბევრჯერ. მაგრამ თქვენ პირადად ექსპერიმენტს ატარებთ წილკაში მეურნეობაში და ძალიან გვაინტერესებს იქ რა შედეგები გაქვთ. პირველი მოსავალი თქვენ მიიღეთ, ეხლა ნახოთ როგორ მდგომარეობა. იცით რა არის? მე თქვი არაერთხელ რომ იმ საშუალებას რომელიც ჩვენ ვიყენებთ აქვს სხვადასხვა ესე დავარქვათ გაზავები და მე ვხმარობდი ზოგადად დავარქვათ ესე 6-იანი და მე ვიღე შედეგი. ეხლა მაინტერესებს 8-იანი და 10-იანი რას გააკეთებს. ეს ექსპერიმენტი მიდის ახლა? ექსპერიმენტი მიდის. 13 წლის განმავლობაში უნდა იყოს. მეორე წელიწადი დაიწყო. აქედან გამომდინარე ჯერჯერობით ისე თქვა სრულ პასუხს ვერ გეტყვით. მიწის ანალიზი როგორია ბატონო? მოიმატა? კი, მოიმატა, მაგრამ ისევ გეუბნებით რომ გაჩნია, რომელ გაზავებას ვაკეთებთ. ერთ ადგილას ერთ შემთხვევაში მოიმატა, მეორე შემთხვევაში არ მოიმატა. ჩვენ ახლა ვუყურებთ რომელი ტალღა უფრო თქვათ ეს მისცემს შედეგს. ეს ცდებია, იცით. ძელდება მუშაობა, ასე გიწყვეტია. უარყოფითი შედეგი, მეცნიერების უკვე შედეგია. კი ბატონო. იმიტომ რომ ხვალდაზე ზოგადად იმ თქვათ უარყოფით შედეგს, რაც მიიღე რაღაცა გარკვეული მიზეზის გამო. იმას აღარ გამოიყენებ. აქ არის საუბარი აჯამეთურ თეთრზე. ამ სიმინდს ექვია. ვერ გავიგესამ. აჯამეთური თეთრი სიმინდის სახეობა. იცით, აქ პრობლემა არ არის ეს სახეობას. პრინციპი ერთი ჩვენ მაყურებთ მე ამას. ეს ჩვენ რამდენიმე ჯიში დავთესეთ. უბრალოდ რომ გვენახა რომელი ჯიში თქვათ როგორ აითვისებს, როგორ მიიღებს. ამას სხვა ჯიშებით შეურიეთ უკვე გასაგები ხო? მაგის ხონდება. ბატონო, კიდევ ძალიან მაინტერესებს პამიდორი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ წილკანში, იგივე გეთიაშვილებს ოჯახში. ეხლა სიტუაცია არ მანდ. კილო ნახევარი მიიღეს ერთი პამიდორი. ანუ 1 კილოგრამიდან გაიზარდა კილო ნახევარი. კი. თან არა მარტო წონაში და ზომაში. სუნით, გემოთ სულ განსხვავებული. ისე კი არის საინტერესო ერთი ჩასვლა და გადაღება ყველაფერი ამის ადგილზე. როცა მას მოახერხებთ. მაგენი უარს არის თქვენ. მე შევეკითხე სხვადასხვა ლაშას, თუ დაგპატიჟებთ აი აქ სტუდიაში წამოვალ. კი, მითხრა წამოვალ. მაშინ შემდეგ გადაცემაში წინასწარ მოვილაპარაკოთ და კი ბატონო. მაგრამ როგორც ჯანიკო სიჩინავა მოხვა რა შედეგი მიიღო, ლაშაში უნდა თქვას просто ეს მომენტი რომ შედეგი არის და არა მარტო შედეგი არის. ყოველ წელიწადს ეს შედეგი კიდე იცვლება და მეზობლები რა შვებენ ამ დროს, ვინც უყურებს ყველაფერ ამას. არ მოდი. ძინავ ჩვეულებრივად. როგორც აპიმონდის მონაწილე ევროპის მიერ. კი, არ მოდი. იცით, აი ეს არის დიდი უბედურობა, ეს მოიტანა ზოგადად ტელეფონი და კომპიუტერი. იმიტომ რომ სვანაირი პროპაგანდა მიდის, რომელიც ვიღაცას სჭირდება და მე ახლა ჩვენს უყურებთ კომპიუტერს დღეს კითხულობთ, უყურებთ. ზოგიერთი ისეთ ინფორმაციას კითხულობ, რომელიც პირდაპირ ჩანს, რომ ეს მოგონილია რაღაცა, მაგრამ არის ხალხი, ვისაც სჯერათ. და არა მარტო სჯერათ. მერე მიდიან აი ამ გზით. და იმიტომ ვაბობ, რომ წიგნები უნდა წაიკითხოს ადამიანმა. იმ წიგნში ზოგადად გააჩნია, წერავს, იქ ჭეშმარიტობა წერია. და შედარება შეიძლება თქვა თეთრის და შავის რა განსხვავებაა. და ამ ტელეფონში უარყოფითი არ მინახია ინფორმაცია. ხო, მაგას არ წერენ. თუ ეს
დებილობა რაც არის ორმოვანა რა სულ რაღაცა ერთმანეთს კლავენ რა ჩაგაშენ ხოთი ბატონია ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი რამ აი ჩვენ არ ვისაუბრეთ დიდი ხანია შინაური პილოტზე რაც მოაშინაურა ადამიანმა არ ვისაუბრია ძროხაზე მაგალითად მის რენტაბელობაზე და აი ამ შესახებ ვითხათ რა მიღწევები გაქვთ ბოლო მიღწევები იცით ნუ იქიდან დავიწყოთ ისევ რომ როგორც ჩვენ წინა გადაცემაში ვთქვით რომ უჯრედს აზიანებს უარყოფითი ენერგია მაგრამ ნებისმიერ უჯრედში დევს ინფორმაცია დაგროვილი აი ამ 2 თქვათ მილიონი წლის განმავლობაში და ეს ინფორმაცია დევს რაღაც გარკვეული თქვათ ტალღებით უკვე 2 მილიარდი ასე ამბობენ ძალიან ჩვენი ხალხი ეგ ტალღას ხო დავარქვათ ესე სიტყვა მისე ზინავს ну შეიცვალა რაღაც გარკვეული პროცესები დედამიწაზე არ ჭირდებოდა დღემდე და ზინავს მაგრამ თქვათ ინფორმაციისთან ეს ტალღა ინფორმაცია არის ენერგია არის და გაგვიჟება მაგისი შეიძლება ეს იქნება ცხოველი ეს იქნება ცანაი როგორც ჩვენ უკვე ვთქვით ну აი ძროხა ზოგადად რომ მივიცეთ აი წყალი და იმ წყალში რომ მივიცეთ რაღაც გარკვეული ინფორმაცია რომ განთავისუფლდეს ესე ვთქვათ სუყოლო უჯრედი რისგან შექმნილია ძროხა იმ უარყოფითი რაღაც გარკვეული ენერგიით და გავაღვიძოთ ის ინფორმაცია ხალხს აინტერესებს წველადობა უპირველეს ყოვლისა კი რა განსხვავება იცით ის ზონაში მოიმატებს და თვითონ ხორცი ბევრად გემრიელი იქნება და აქედან გამომდინარე ის წველადი რომელიც არის იქ რძეც მოიმატებს ეხლა მე მიმიცია ხალხისთვის და გამოიყენეს და ძალიან ყოველფერებია ხო ესე იგი ახლა შეიძლება თქვენს გამოყენება ეს იცით ეს არის ესე თქვათ რაღაცა გარკვეული პროცენტი ჭეშმარიტობის იმ ჭეშმარიტებას რისგანაც საერთოდ შექმნილია სამყარო საუბედუროდ ისევ აი აქ კვანტურ მექანიკაში მოვდივარ და ახლა ვიტყვი და ვიღაცას ეწყინება პირველ რიგში ფიზიკოსებს რომ ეინშტეინის ესე თქვათ რაღაც გარკვეული მოდანი ხალხის ხო ზღვარი მიკროელემენტის რაოდენობა წონის და ზომის ეს არის ცრუ ინფორმაცია და ჩემი აზრით შეიძლება მესწრები სპეციალურად აკრას ეს ინფორმაცია მიღებული იყო გაპიარებული იყო იმისთვის რომ ადამიანს დაიკარგა ღმერთის სმენა გააგაშენებოთ რატომ იცით თუ აი ამ მაგას ნათქვამი აქვს რომ ნაწილაკს აქვს რაღაც გარკვეული ესე თქვათ წონა და ზომა და ამაზე პატარა და ამაზე თქვათ მძიმე თუ ის მძიმე ჩატე არაფერი არ არსებობს კოსმოსში ეს არის ზღვარი ამას იგი თუ აღარ ეს კი პლანკის მოდელი და აი ამ შუალედში აი ამ სიგრძეში 10-30 ხარისხში აქედან თელიკაცობრიობა ვერ ნახეს ღმერთი აქედან გამომდინარე თუ აი აქ ღმერთი არის ეს უყურაზე პატარა ნაწილაკია როგორც ამდნენ ეს ღმერთი არ არის ამ დროს ჩვენ ხმარობთ 10-2 მილიონს და ის მუშაობს აქედან თუ მუშაობს значит ინფორმაცია დევს თავისთავად ძალა დევს ენერგია დევს მაგრამ ვინ ჩადო ეს ინფორმაცია აი ამ ნაწილაკში ამისთვის ეშინიათ ხო და არის და სამწუხაროდ ბევრი მეცნიერი ზის აი ამ ჩარჩოებში და პირდაპირ მივიდეთ ჩვენ შემდეგ საკითხია ეს არის ტელეპორტაცია და ერთი შეკითხვა რაც მისდევს სანდან ყველა ჩვენ გადაცემის შემდეგ პასუხი არის შეკითხვა მასთან პასუხი რომ ჩვენ ახლა უნდა გავცეთ ესე იგი ხალხი ამბობს რომ მიწისძვრები გახშირებული უბრალოდ შეიძლება გახშირებული არის ადრესამდენი ვარმაზებით მაგრამ ახლა მეტი იწერება და ესე იგი ხან ეგეოსის ხან საბერძნეთის ნაპირებთან არა ეს ხან შორეულ ქვეყნებში ეს ისტორიულად ალბათ ცნობილი ფაქტია
დედამიწა გადის რაღაცა გარკვეულ ეტაპებს და ბუნებრივია რომ ეს მთვარე იქნება თუ მზე იქნება რაღაც გარკვეული ზემოქმედება დედამიწაზე და ის პროცესები რომელიც იქ და ჩვენ გვეკითხებიან რომ ჩვენ დაწერეთ ციგნი ტელეპორტაციაზე და აი მიწისძვრის და ტელეპორტაციის დამოკიდებულებას მე ვთხარ მე შევდამ დამოკიდებულებას თქვენი აზრი მაინტერესებს იცით ეს სხვა თემა არის ნამდვილად მაგის სპეციალისტები არიან რაღაცა თქვათ წინასწარ ამის გარკვევა ყოველად შეუძლებელია რაღაცა გარკვეული ეთყობა მაინც არსებობს კანონზომიერება საიდანაც შეიძლება თქვა რომ აი თქვათ ნახევარ წელიწადში იქნება მიწისძვრა ეს სპეციალისტები არიან მაგრამ ეს რო დაუკავშირო კვანტური მექანიკა აუცილებლად იქნება ეგ რაღაც გარკვეული კანონზომიერება მაგრამ მე ამ თემაზე არ ვმუშაობ აქედან გამომდინარე ვერ პასუხს ვერ მიცემ და რასაც ქვია ტელეპორტაცია ეს ცოტა სხვა თემა არის მაგრამ ტელეპორტაციას პირდაპირ ვისაც აინტერესებს წაიკითხოს ამ ჩართოს და იქ აუდიო ციგნები არის მოусმინოს რა არის კვანტური მექანიკა კვანტურ მექანიკაში დრო არ არის მანძილი არის სიჩქარე არ არის აქედან გამომდინარე თუ არსებობს ნაწილაკი ზოგადად ესე ვთქვათ ტყუპი ნაწილაკი ხო იმას არც დრო ჭირდება არც მანძილი არ ჭირდება ეს ეგრევე ღებულობს ამ ინფორმაციას მაგრამ მე ამისინათ ვთქვი რომ სულ ყველაფერი მთელი ინფორმაცია შეიძლება იყოს შეიძლება კი არის ნებისმიერ ატომში აქედან გამომდინარე რაღაც გარკვეული მეთოდებით ტექნიკურად შეიძლება აი იმ ატომში გაავიძრო რაღაცა ინფორმაცია რომელიც იქ ეძინა და ესე ვთქვათ ხაერიდან მიიღოთ რაღაცა გარკვეული კონკრეტული მატერიალური ესე ვთქვათ ანუ ხაერის მატერიალიზაცია კი აუცილებლად იმიტომ რომ ხაერში მთელი მინდილეევის ტაბულა არის რაღაცა რაოდენობით კი ბატონო და მაგის მოზიდვა შეიძლება და აი ამ მაგიდაზე შეიძლება თქვა წარმოიქმნას რაღაცა გარკვეული ნუ არ ვიცი მინერალები ეს კალციუმი იქნება თუ სილიციუმი იქნება ეგ რეალურია და ამ თემებზე მუშაობს დღეს უკვე ალბათ პრაქტიკულად სულ ყველა ქვეყანაში რაღაცა ცენტრები არის სადაც ინსტიტუტები რომელიც ამაზე მუშაობენ ალბათ საქართველოშიც არის უბრალოდ მე არ ვიცი მაგრამ თუ არ არის ძალიან სულია იმიტომ რომ ხო გეუბნებით არ ვიცი ამის უკან დგას უამრავი რაღაც გარკვეული ტექნოლოგიები რომელიც აუცილებელია ადამიანების ხვალიანი დღისთვის და ჩვენ თუ ამ თემას არ გავყვევთ ჩვენ ამაში ვიქნებით აუტსაიდერები ბატონო გე ბევრს საინტერესოს კიდე ესე იგი სამხედრო მრეწველობაში ტელეპორტაციის როლი ჩვენ ამ შესახებ ვისაუბრია სხვადასხვასაც და ეხლა ასე ნუ ისევ ინტერნეტში ჩაეხედოთ აკრიფეთ სოფლის მეურნეობა და ტელეპორტაცია ნახავთ ინფორმაციას ეს უკვე თქვენი აზრი გაინტერესებს რეალურია და კონკრეტული ინფორმაცია დევს უკვე რომ აი იქ და ამ ქვეყანაში გააკეთეს ეს ტელეპორტაცია რაღაც გარკვეულ სცენარეზე და მიიღეს ის შედეგი რასაც ელოდებოდა ეს ჩვენთან როგორ არის თქვენ რაზე მუშაობთ ამ მმართველებთან ნუ იმავე მიმართულებით მუშაობ მე არ ვიცი მაგათი ტექნოლოგია მე თვითონ ვეძებ რაღაცა ტექნოლოგიებს რომელსაც შეუძლია ამ ფენომენის შესრულება აი თქვენ მაგ შეგიძლიათ რომ რამდენიმე 1000 კილომეტრის დაშორებით აი ტელეპორტაციის საშუალებით ეკრანზე უყურებთ და გაზარდოთ რაღაც ხორბალი ხო? კი, მაგრამ ხო გეუბნეთ ამ მეთოდს, კვანტურ მეთოდს მანძილი არ აქვს ეს ზოგადად ჩინეთი იქნება თუ ამერიკა მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი სწორად დაამუშავა ამ ინფორმაციის ესე ვთქვათ გადაცემა რაღაცა გარკვეულ სივრცეში. აი ეს არის მთავარი და თუ ადამიანი მიყვება ზოგადად ფიზიკას, კვანტურ ფიზიკას ან თქვა თუ გომეოპათია, იმიტომ რომ გომეოპათია იგივე კვანტური მედიცინაა, მიხდება ამ პრინციპებს. ბატონო, კაბო-ვერდეს საუბრობდით ჩვენ აფრიკასაც თქვენ გავაგზავნეთ ასე რომ ვთქვათ ბალახის თესლი და არა, ბალახის არა. მე მივეცი სულ ყველა მცენარე ნებისმიერ მცენარისთვის შეიძლება მაგის გამოყენება. მაგრამ ბალახი გაიზარდა და მე მეზობელი მოპარა და მეზობელი კი არა. ის ვინც ამუშავებდა მიწას, აყვანილი ყავდათ კაცი,
ეხლა თვითონ და იმან ჩაიდო ჯინს და გაიქს. და რატი სიტუაცია ახლა იქ? დაიხჭა და ბალახს თუ მოახერხა სამეს გაჩერდა. ანუ ეს ოსადარი არის, მაგრამ იმ ხალხთან კონტაქტი ისევ მაქვს, სვათაშვილის ეხლა აქ თბილისში იმყოფება პიროვნება, რომელიც იმ ხალხმა გამომიგზავნა. მაგას აქვს ის ერთი დაავადება, რომელიც ის ითვლება, რომ არ იმკურნება, მაგრამ მე დიდი საიდუმლო არის ამის თუ დაავადება ბეხტერევი ქვია მაგას, ხერხემლის დაავადება არის. ძალიან ისეთი არასასიამოვნო, ადამიანს არ კლავს, მაგრამ წლების განმავლობაში ადამიანს მოძრაობის უნარი აღარ აქვს და ტკივილები აქვს და რა ვიცი. ხოლო, მაგრამ მე მზად ვარ და გუშინ იყო ჩემთან კაბინეტში და მე მოვთხარი, რომ დიდი შანსი არსებობს, რომ სრულად გაიმკურნოს. სრულად, მაგრამ ისევ ამ მეთოდოლოგიით, კვანტური მექანიკის. ხოდა, ახლა ამ პიროვნებას არის რუსულად ლაპარაკობს. კი, რა გავუკეთე ისეთ თან გავაფრთხილე რომ მოდიოდა, მე ვთქვი ფრჩხილები არ მოკრიჭა. ჩამოვიდა და ეს ფრჩხილები გუშინ კაბინეტში. ფრჩხილები არ მოაჭრევეს ესე იგი. გუშინ მოაჭრევინე კაბინეტში და ამ ფრჩხილებიდან გავუკეთე წამალი. დღეს დილით. დასალევით წამალი თავი ფრჩხილები. დასალევით, კი. მაგრამ ნახეთ რა საინტერესო, ეს ხო პრინციპში შეიცავს რაღაც გარკვეულ კომპონენტებს, იმიტომ ეს არის მაგარი, ხო? მაგარი. როგორც თქვათ, ძვალი. დიახ. და თუ რამე დარღვევა არის ორგანიზმში, მინერალური დარღვევა, ვიტამინების დარღვევა, აქ დევს ეს ინფორმაცია და მაგის გარო აკეთებ წამალს და უბრუნებ ამ პაციენტს, როგორც კიბოვის უჯრედი. დიახ. აბრუნებ აი ამ და ნაზრევს პაციენტს. ეს ინფორმაცია, რომელსაც მე დავამზადე ზოგადად, ორგანიზმში რო შედის, ეუბნება ორგანიზმს, რომ აი აქ კალციუმი გაკლია, ის რაღაცა მინერალები გაკლია, ან რაღაცა ზედმეტობა არის და თვითონ ორგანიზმი არეგულირებს ამ პროცესს, როგორც თქვათ იქ ხერხემალში ზედმეტად თქვათ რაც ელასტიურია, კარგავს, ელასტიურია და ქვავდება. აი ამ პროცესს უნდა შევაჩეროთ, ეს რო წავიდეს ისეთი პროცესი, რომელიც მისცემს საშუალებას, რომ ის ისე ელასტიურობა შეიზრდოს. დაიბრუნოს, კი ბატონო. აი, ეს ჩემთვის ძალიან იოლია, მაგის ასნა ცოტა ალბათ სრულია მაგის მოსმენა და მაგის ათვისება. საინტერესოა, რამდენი ადამიანი იბეჭდი, თქვათ, ეწამება ასეთ საავადმყოფობით. თურმე ისე ბიბლიაში ვბრუნდები. ბიბლიაში სულ ყველაფერი აღწერილია, თავარია მიხვდე რა წერია ბიბლიაში. საგები. არის აღწერილი, როცა ადამიანი ვერ მოძრაობდნენ და უფლის სიტყვა, ან უფლის საქცევმა გამკურნა. უფლის სიტყვა ზოგადად რა არის? ისევ ენერგეტიკა. თავისთავად. ენერგია არის და ნაწილაკია, ხო? თვითონ თუ ჩვენ თქვით, რომ 1 მილიმეტრი შეიცავს აი ამდენ ნაწილაკს, ხო? 750 შექმნა ეს რასაც ჩვენ უყურებთ ჩვენ გარშემო რასაც ყველაფერი უყურებთ. значит იმ ნაწილაკში ზრდებს რაღაცა გარკვეული ინფორმაცია, ხო? იმიტომ სხვანაირად არ იქნებოდა დედამიწა და აი ეს რაც შექმნა, რისგანაც შექმნა, სულ ყველაფერში დევს ინფორმაცია. ხო, მაგრამ ერთი მთავარი საკითხი და მაგის დარწმუნ ორი გადაცემა არის მინდა ამის კითხვა და ახლა გამახსნა აუცილებლად ნაკითხო. უშვილობას ეხება საქმე. მე ვიცი თქვენი ასე ვთქვათ, აი პირდაპირ დიდი იმით თხოვე რა ქვია, რომ რამდენად თქვენ კიდევ ერთხელ თქვათ ამ შესახებ. მე უთხარი გადაცემად გადავგზავნე, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ თქვენთან გაიგონოთ. რა შველის, როგორ შველის გენადაშვილ უშვილებას. ახლა თუ იქ პოსტოპერაციულია და რაღაცა თქვათ ნაწიბურები აქვს, ან რაღაცა გარკვეული მექანიკური ჩარევა და იქ რაღაცა შეიცვალა, შეიძლება შედეგი არ იქნება. მაგრამ თუ იქ თქვათ ოპერაციის აკეთებული არ არის, ან თქვათ რაღაცა სერიოზული დაავადება არ გადაიტანა, მათ ხელშეუს მე მყოლია პაციენტები, ვისაც ქონდა საკმაოდ ისეთი თქვათ სერიოზული დაავადება, ქალები და ეს დაავადება გაქრა და იმის მერე თქვათ, ერთ-ერთ პიროვნება 3 შვილი ყავს. და ის დაავადება ისეთი იქნა, რომ კლასიკური მედიცინა ვერ ერეოდა იმას. ეს ფსიქოლოგიური ხასიათი იყო რა? არა, ორგანული დაავადება ქონდა კონკრეტული. ფსიქოლოგიურსაც დიდი ესე თქვა პროცენტული. კი, ფაქტი არსებობს,
ეს ძალიან საინტერესო თემა არის. რაღაც გარკვეულ პიროვნებებს ეხება მარტო არსებობს აი შინაგანი ქვეცნობიერი მომენტი, რომ აი ამ ქალს ქვეცნობიერად არ უნდა რომ გასცეს რაღაც. გასაგები. და ნუ თვითონაც არის ის არ უნდა გასაგები. და აი ამ უხსნი ენერგეტიკას ზოგადად უარყოფით ინფორმაციას ხო არის საინტერესოა რა. და მეორე მესამე დღეს რჩება ფებზმეთ. ესეც გომეოპათიაში ნუ ესეთი საკითხი არის ნუ ჩვენთვის იოლი ნუ მე არ ვიცი რომ ისე წამოს 100% ეყოლება ბავშვი ამ შემთხვევაში თუ 70 თუ 50 მაგრამ ნამდვილად პროცენტი დიდია. კარგი რომ დაზონებული ხართ თავიდან მეგობრე ნახევარია თითქმის გაკეთებული საქმე. იცით ნუ დღეს ნებისმიერ ისევ ინტერნეტში შეუძლიათ ნებისმიერ გახსნას და ნახოს როგორ ზოგიერთ ქვეყანაში იკლებს ხალხის რაოდენობა. ხო, კი ხშირ. და აი გაიხსნა ევროპა, იმიტომ რომ ის ფრანგები, თქვა თან გერმანელები რაოდენობით იკლებს და ნუ ქვეყანას ჭირდება მუშა ხელი და შემოუშვეს ის არაბები და ვიღაცები. ახ რუსეთში წესი და ეს რომ თუ 40 წლის არის კაცი, მამაკაცია საუბარი და მარყა შვილი გადასახადები უნდა გადაიხადოს. ხო და ეს ნუ ალბათ რაღაცა გარკვეული კანონები სწორად მიიღეს. შეიძლება რომ ვიცი. იმიტომ რომ დღეს ახალგაზრდობას აღარ უნდათ შვილი. ხო, სამწუხაროდ. ხო. მაგის მიდე ხო მოუვარე შვილს და აჭამე. და მე გაზარდე და მეცი. კი არის ამის ხალხი. და აღარ უნდათ ისინი არ ფიქრობენ მაგაზე. არ ფიქრობენ და ამის მიხედვით რაოდენობა ესე თქვა განვითარებაში ჩვენ მოგმართა ძალიან თუნდა ჩვილი მაგრამ ჯერჯერობით არ ყავთ. ამიტომ მე ურჩევლო თქვენთან მოვიდეთ ბატონო მიცემთ. დავეხმარები. თქვენ კოორდინატორი წინას არ ვიცი რა შედეგი გვექნა მაგრამ შანსი აქვს. ხო, რასაც ახალმოვით ესენ თუ იმედი გიყურებენ და ხო ბატონო შემდეგი საკითხიც მაინტერესებს მე ვიცი რომ თქვენ რაღაც ზეთისხილის პრობლემაზე მუშაობთ. კი. და რამდენადაც მარტო საქართველოს მუშაობთ თუ საზღვარგარეთაც? ნუ ახლა უკვე საზღვარგარეთაც კი საერთაშორის ეს პრიბალტიკაში ხდება. დიახ. და იქაც გადავაგზავნე ჩემი დანამატი და ისინიც იყენებენ და რაცაც უყურებენ ნუ იმ შედეგებს ძალიან მოუფიდებიან. სხვაობა უკვე ჩანს. ჩვენთან რა ხდება საქართველოს? ჩვენთან ეგ პროცესი მიმდინარეობს სამწუხაროდ მე ამ ბოლო ხანებში არ ვიყავი არ მინახია ალბათ იმედი მაქვს რომ იქ როგორც პრიბალტიკაში შედეგი აქვს დადებითი ალბათ იგივე აქ იქნება. ხო მას ხო ჩასატანად მოვლაც უნდა ყურადღებაც უნდა. ნუ სულ ყველა ზოგადად ჯიშს რაღაც გარკვეული თავის კანონზომიერი მოვლა ჭირდება. ეს წყალი იქნება თუ თქვათ სხვა რაღაცა მე ხო არ ვიცი თვითონ პროფესიონალები იციან ვინც ამ პროცესს ასრულებენ მაგრამ მოვლა აუცილებლად ჭირდება სხვანაირად ვერ მოიყვანებს. ბატონო შაკიგი შესახებ მინდა ვუთხრათ ჩასატანად. როგორ ნუ ალბათ 99%. რა დაავადება რა სიტუაცია? ეს სიზარღვების სპაზმი არის და ეს იწვევს მერეთკიულს. ეხლა ამ სპაზმის თქვათ გამომწევი მიზეზი უამრავი შეიძლება იყოს, ნერვიული სტრესი შეიძლება იყოს. ეგ შეიძლება იყოს გორმონალური დარღვევა ზოგადად. მაგრამ ესე მაგის კონობა ძალიან იოლია. და უნდა ვთქვათ კიდევ ბევრჯერ გვიჩვენა თრომბის შესახებ. ესე ბევრი ძალიან აი თქვენი წამალი რომ მიიღოს რამდენი უნდა მივიღო ახლა ამას გონია რომ მას თავისი დრო აქვს. რა თქმა უნდა წამალი უნდა მიიღო მუდმივად. არა, მოდით ალბათ არ ჭირდებათ მაგის მიერ არსებობს ეს საშუალებები, თქვათ ის ანალიზი გაკეთეს და ნახოთ რა მდგომარეობა მომატებულით არა ეს თქვათ რისკი იმის რომ ტრომბი წარმოიქმნას. ხო, იმიტომ ძალიან ახალგაზრდებში რაც სამწუხაროდ გაახალგაზრდა. ისევ შეგვიძლია თქვათ სტრესის გამო, ეკოლოგიის გამო და ეს ბევრი რაღაცა დღეს რაც თქვათ 100 წლის, 20 წლის უკან ყურადღებას არ აქცევდნენ, ნუ იგივე ექიმები ან თვითონ ადამიანმა და ეს გაურთულდათ. ჩვენ არაფერი თავს ეკოლოგიაზე ძალიან თავის თქვენ და შავი ზღვის ეკოლოგიურ მდგომარეობის შესახებ.
ეხლა მე ბოლო მონაცემები არ ვიცი სამწუხაროდ, მაგრამ მეჩვე არ მეპარება, რომ ეს სიტუაცია კიდე გართულდა. და კიდე გართულდება. ჯერ ერთი მარტო იმიტომ, რომ შავ ზღვას პრაქტიკულად შეხება არ აქვს ოკეანთან. ეს როგორც ტბა არის. და აქედან გამომდინარე ეს სუფთა წყალი ნაკლებად შემოდის და რაც ხდება აი ამ ზავარქვა ტბაში, მაგრამ მდინარე ხო შემოდიან შავ ზღვაში. და ეს რაოდენობით ცოტა არის ძალიან. ხო იმის გამო, რომ რაც ხდება გარემოში ჩვენ გარშემო რთულდება და რთულდება. იქ ოკეანში რთულდება და აქ ორჯერ ხესაფად რთულდება. და ჩვენ ახლა ორგანიზაცია შევქმნით ორი კვირის უკან და მუშაობთ რუსტემ ახლა რამდენად ვიცი მე უკვე გარკვეულ ქვეყნებთან ამ საკითხთან დაკავშირებით. არც მუშაობენ, მაგრამ თავარი რომ იქ ვისთანაც მუშაობენ, იმათ კონდეთ სურვილი რომ ჩაერიონ ამ პროცესებში. სამწუხაროდ ხო გეუბნებით, ძალიან ბევრი ხალხი მყავს ნანახი სხვადასხვა ქვეყანაში, იგივე თქვა აპი მონდიალში, რომ გამოვდიოდი, ახთოვანებული არიან იმ საშუალებით, იმ მეთოდოლოგიით, რასაც ვთავაზობ, მაგრამ საქმისკენ არ მიდის. არა. საერთოდ სიტუაცია. ეთქობა ჯერ ადრეა, ეთქობა მე გემაბობ, რომ დღეს თუ არ მიხვედეთ იმ თქვა რაღაცა გარკვეულ საკითხებს ეკოლოგიურს, ხოლმე გვიან იქნება. მაგრამ ეთქობა ელოდებიან აი ამ გვიან მომენტს. ჩვენთან საქართველოსაც ადრეა ჯერჯერობით ამ საკითხებს საუბარი, იმიტომ რომ ეცეთ რა არის, ადრე არ არის. ჩემი აზრით, არის იქ ალბათ თავისი ეკოლოგები ყავთ. αλλά განხომრულ არ არის, ამიტომ ეს გამოვლენა. ალბათ ვიღაცა ხო ინფორმაციას აძლევთ, რომ გეშინიათ, რომ ფერი ცუდი არ ხდება. ალბათ. რატომ არ ინტერესდებიან? ეხლა სხვაშორის შავ ზღვაში დაიწყეს სრულად თევზის ჯანმრთელობის შემოწმებას შეცდომას ორგანოებმა. ეს ბევრი ინფორმაცია რა უნდა გააკეთონ. აი რატომ არის თევზი დაუშვათ ასეთ სიტუაციაში? ჯერეთი ალბათ თევზს აქვს რაღაც გარკვეული თავისი თქვათ ზრდის პროცესი, რაღაცა დრო ჭირდება და დღეს ალბათ ვიღაცა იმდენ თევზს იჭერს, რომ ვერასდროს ამ თევზის რაოდენობით განვითარდეს და გაიზარდეს. შეიძლება რა ვიცი. არა, მე ეს კანონზომიერი პირველ რიგში მე აღარ ვამბობ. დაბინძურება რომ გრძელდება შავი ზღვის და დაბინძურებას იწევს რაღაცა გარკვეული ჯიშების მოსპევა. არსებობს ჯიშები, რომელსაც არ ეშინიათ, თქვათ აი ამ დაბინძურების და არსებობს ჯიშები, იგივე თქვათ ზუთხი. იმას უჭირს ძალიან და იკარგება. მე ყოფილი სპორტსმენი ვარ და რო ვარჯიშობდი პალიასტომზე, მინახე ჩემი თვარი ზუთხები. εν რაოდენობით. ახლა არ ვიცი, არის პალიასტომში ზუთხი. ახლა უნდა გააგრძელოთ ვარჯიში და ნახავთ მაშინ თუ არსებობს. მე ვიცი პრაქტიკულად აღარ არის. აღარ არის, მაგასაც ხო თავისი კანონები ქონდა, ის ხო პალიასტომზე გადიოდა, მე ისე ბრუნდებოდა ხო მიქცევა და მოქცევა ქონდა პალიასტომს. და ახლა თუ ის თქვათ პალიასტომი შეიძლება ისე სუფთა არის ზოგადად შედარებით, მაგრამ შავ ზღვაში პრობლემებია. პრობლემია შავ ზღვაში. და აქედან გადავიდე ზოც უჭირს ვერ მრავლდება და დიდხანს ვერ არც ასხულს. და კიდევ ერთ საკითხი მოხდა რომ ჩემი გამოწვევა ჩვენ კომუნიკაციას შიზოფრენია. რა დაავადება და როგორ შველის ამ შიზოფრენიას გიანა რეშვილი და საერთოდ ამ მეთოდები აქვს ამის გასაკუთრებით. ძალიან უცნაური თემა არის. თვითონ რა არის შიზოფრენია? საიდან მოდის? რა ცვლილებები მიდის ორგანიზმში? მაგრამ გამოდის ისევ ბრუნდებით, რომ ეს არის სუფთა ენერგეტიკული პრობლემა. აქ უჯედებს აქვს თავისი რაღაცა გარკვეული ინფორმაცია ჩადებული, რომელიც ამ ინფორმაციას ზოგადად სწორად ამუშავებენ და რაღაცა გარკვეული თქვა შედეგს ხედავთ ამით მოქცევაში და ფსიქიკურ რაღაცა მონაცემებით ადამიანში. აი თუ დაირღვა რაღაცა გარკვეული ეს ინფორმაციის მიწოდება ზოგადად ანათვისება. მე რეიწყება პრობლემა. ეს ენერგეტიკა უნდა აღდგეს.
როგორ რითი უნდა აღდგეს. გარედან რომელსაც წამალი იმას ეს ენერგეტიკა არ აქვს. რო გამოასწოროს. თქვენ რა გაქვთ შეიარაღება შემ საწინააღმდეგოდ? მეტყვი ხო ადამიანს ან წრემლისგან უნდა გაკეთეს წამალი, ან შარდისგან წითოწეთიდან. რომელიც მატარებელია აი ამ ინფორმაციის. და ნუ უნდა ანუ ეს პრაქტიკულად თქვენ განხორციელებული გქონდა ეს. ცოტა დიდი დრო ჭირდება დამზადებას სწავლის, მაგრამ შედეგი ნამდვილად არის. თან კაი შედეგია პროცენტულად. ეცეთ ერთ-ერთმა ექიმმა ეხლა მყავდა პაციენტი, ექიმი, ქალბატონი და რამდენიმე სიტყვით აუხსენი რა არის გომეოპათია და შემეკითხა რატომ არ ვიკითხავთ ლექციას ექიმებისთვის. ნუ თქარს ადრე ვკითხულობდი. ნახევარმეს ინსტიტუტი იყო თბილისში, თელესაბჭოთა კავშირი ნახევარმეს კი. ვაკეში რო იყო. კი, ვაკეში. და იქ ლექციებს კითხულობდი. ჭავჭავაძე. კი. ეხლა ნუ რა ვიცი არ უნდათ. ამ დროს ჩემი აზრით ესეთ როგორც ფაკულტატივი მაინც უნდა იცოდნენ. ექიმებმა, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ალტერნატივა. თქვენ მზად ხართ ამ ლექციებს გაკეთებისმიერ დროს? კი, პრობლემა არ არის. ვისაც ახლა ვინც უყურებს? სულსვანაირად აუხსნე. და ხელისუფლება რაღაცას რაც ხდება სხეულში. და საიდან ეწყება და სად თავდება. კარგად მოусმინო, იმანაც უნდა მოусმინოთ ბატონ გიას. მე დღევანდელი შეკითხვები ამოწურე ბატონ გია. მინდა მადლობა დაგიხადოთ საინტერესო პასუხებისათვის. ჩვენთან მახვილებს უსურო ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა და არ დაგჭირებოდეთ ექიმებს და ჯანმრთელად ყოფილიყავით. დიდი მადლობა ჩვენთანაც რომ იყავით და იმედი მაქვს შეკითხვები გვექნება და თუ გვექნება შეკითხვები, მაშინ ჩვენ მოვალ გადაცემაშიც ალბათ კიდევ რაღაც საინტერესოს ასე ვთქვათ ვიმსჯელებთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.